გამარჯობა ძვირფასო მაყურებელო, დღეს ვიდეო მექნება ქართულად, თავიდან ბოლომდე. რამოდენიმე დღის წინ Facebook-ზე დაიდო ვიდეო, სადაც საუბრობენ გიორგი კანიშვილი და ირაკლი ალსანია აფხაზეთის თემაზე. ეს ვიდეო რო დავაპირე რომ მეყურებინა და ჩავრთე, პირველი 3 წუთის მერე ვერ გავაგრძელე. რამოდენიმე ხნის მერე ისე მეორე მცდელობა მქონდა 5 წუთამდე მივედი. 5 სიკით ვერ გავაგრძელე და მე-3 მცდელობიდან თავს ძალიან დავაძალე და ვუყურე 11 წუთს. აი ამ 11 წუთისთვის რომ მეყურებინა, დამჭირდა 3 საათზე მეტი. იმიტომ რომ პარალელურად ვაკეთებდი ჩანიშვნებს და გამომივიდა 8 გვერდიანი ტექსტი. მივწერე ჩემს მეგობარს, რომელიც ადრე ალასანიას პარტიაში იყო, მეთქი ეს ვინ ყოფილა თქო. ყველა წინადადებაში, რასაც ლაპარაკობს აფხაზეთზე, გამოყენებული აქვს რუსული კლიშე, რუსული ნარატივი, რუსული პროპაგანდის ნაწილი. და მეგობარი მეუნება, რომ რუსული ნარატივებიო, როგორ გასაკვირიაო, დაუჯერებელიაო, იმიტომ რომ ირაკლი არისო სრული ანტირუსი, უძლიერესი ანტირუსი. მე ვიფიქრე, შეიძლება ადამიანი თვლიდეს თავის თავს ანტირუსად, ან იყოს ნამდვილად ანტირუსი, როგორც ჩემი მეგობარია, მაგალითად, ჩემი მეგობარი ნამდვილად ანტირუსია. მაგრამ ამ დროს რაღაც კონკრეტულ თემებში არ იცოდეს რუსული ნარატივი რაში მდგომარეობს. რთულია დღეს საქართველოში არ იცოდე რუსული ნარატივები ყველა თემაში რას წარმოადგენს, მაგრამ მაინც შეიძლება ასეთი რამეც არსებობდეს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ასეთი ვიდეო უნდა გავაკეთო და რადგან აფხაზეთის დეოკუპაციის თემა არის ჩემი თემა, რომელთაც მე ძალიან დიდი ხანია უკვე 2016 წლიდან ვარ დაკავებული. რადგან ეს თემა არის ჩემი თემა, მინდა რომ საზოგადოებას გავაცნო ამ თემის ირგვლივ რა რუსული ნარატივები არსებობს, რა რუსული კლიშეები, რა სიტყვები საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ, თუ მართლა ანტირუსებად თვლით საკუთარ თავს. და არა მარტო ანტირუსებად, არამედ ადამიანებად, ვინცაც შეუძლია რეალური რეალობა დაინახოს. ბოდიში ვიხდი ამ ტავტოლოგიისთვის რეალური რეალობა, მაგრამ მართლა არსებობს რეალური რეალობა და მახინჯი რეალობა, რომელსაც კრემლი გვტენის უკვე მე რამდენი საუკუნეა და პროპაგანდის მეშვეობით აი ამ რაღაც მულტფილმს გვაჩვენებს და უნდა რომ საზოგადოებას ჯეროდეს იმ მულტფილმის და საზოგადოებას ეგონოს, რომ რეალობა ის რეალობაა, რომელსაც გვტენიან. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. საქმე ბევრად უფრო რთულადაა, მაგრამ უბრალოდ მოვიყვან ძალიან მარტივ მაგალითს, რომ გააჩვენოთ რას გულისხმობ. მე რო დავიწყე აფხაზეთში სიარული 2016 წელს, პირველი 3 ჩასვლა მქონდა ჩემი მეგობრების ოჯახში, რუსები არიან ესენი, იყვნენ მეგობრები, ახლა უკვე მეგობრები არ არიან, იმიტომ რომ იმის ძალიან ბევრჯერ ვიჩხუბეთ პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო. და ამ რუსებთან რო ჩავდიოდი, ისინი ცხოვრობენ ისეთ სოფელში, ეს სოფელი არის ფსოუს საზღვარზე. აი ყველაზე ბოლო სოფელი აფხაზეთის. ანუ გარშემო ამ სოფელში ცხოვრობენ სულ სომხები. და ეს ჩემი მეგობრების რუსი ოჯახი. ჯერ თვითონ ეს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ გარეთ რო გახვალ არსად არ თქვა რომ ქართველი ხარ, არსად არ თქვა რომ თბილისიდან ჩამოხვედი. საერთოდ დაიმალე, უჩემოდ არსად არ გახვიდე. იგივეს მეუბნებოდა მთელი სოფელი, რომელიც არის დასახლებული სომხებით. მთელი სოფელი და ეს ჩემი მეგობრის ოჯახი იყვნენ დაკავებული იმით, რომ რამენაირად მოეხდინათ ისე, რომ მე არ შემხვედროდა ცოცხალი აფხაზი. იმიტომ რომ იმას მიზამს, ამას მიზამს, მოკლავს, დაგმარხავს, გაგანადგურებს, რო გაიგებს, რომ თბილისიდან ხარ,
აღშფოთდებიან დაახლოებით 2 დღე ვისმენდი აი ამას და მესამე დღეს მეთქი აი ხა ყველა მაგიდან დაახვიეთ. მე უნდა გავიდე ქალაქში და დაველაპარაკო აფხაზს. ну ქალაქი იქ ახლოს არ არის, გამოვედი სოფლიდან, ბევრი ვიარე, ზღვამდე ჩავედი და აღმოვაჩინე რომ აფხაზი არსად არ არის ცოცხალი. მომიწია მე სოხუმში წასვლა, რომ აფხაზთან მელაპარაკა და ვინმე აფხაზი გამეცნო. რეალობა რა თქმა უნდა აღმოჩნდა სრულიად საპირისპირო. არავის არ ქონდა ისეთი რეაქცია, რომელსაც ეს ჩემი რუსი მეგობრები და სომხები ცდილობდნენ რომ მე დამეჯერა და მათთვის მომესმინა. აი ყველაფერში ამ საკითხის ირგვლივ, აფხაზეთის საკითხის ირგვლივ სიტუაცია არის აი თითქმის ასეთი. რაღაცას გვეუბნება რუსული პროპაგანდა, რაღაცას გვაჯერებს თავისი ტროლ ფაბრიკებით, ტელევიზორებით და ასე შემდეგ. და ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც არის ან პოლიტიკით დაკავებული, ან ამ საკითხის კვლევებით დაკავებული, არის აი ამ სიტუაციის მსხვერპლი. მათ მართლა რეალობად გონიათ ის რეალობა, რომელსაც ყტენის რუსეთი. შეიძლება ბატონი ირაკლიც აი ასეთი მსხვერპლია, მაგრამ რთულია დავიჯერო რომ ბატონი ირაკლის დაბალი ინტელექტი აქვს, იმიტომ რომ ასეთი მსხვერპლი შეიძლება იყოს მხოლოდ დაბალი ინტელექტიანი ადამიანი. თუ შენ გაქვს ოდნავ საშუალოზე ცოტა მეტი მაღალი ინტელექტი, შენ შეგიძლია რომ რეალობა შეაფასო საკუთარი ხედვებიდან და საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე იმ მსჯელო რეალობაზე და არა იქიდან გამომდინარე თუ რას ღაღადებს საინფორმაციო სივრცე. მით უმეტეს დღევანდელი საინფორმაციო სივრცე საქართველოში, რომელიც გადატენილია რუსული პროპაგანდით. და დავიწყებ ახლა თვითონ ამ ვიდეოს გარჩევით და ამ ვიდეოში ნახმარი და გამოყენებული რუსული ნარატივების და კლიშეების გარჩევით. თვითონ ვიდეოს ქვია ქართულ-აფხაზური ურთიერთობა. როდესაც ვლაპარაკობთ იმ ომზე, რომელიც რუსეთმა მოგვიწყო 90-იანებში, არასდროს არ უნდა გამოვიყენოთ აი ეს კლიშე და ეს ფრაზა ქართულ-აფხაზური ურთიერთობა, ან ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. კონფლიქტიც და გაფუჭებული ურთიერთობაც იყო შექმნილი რუსეთის მიერ, ან კონფლიქტის შექმნა დაიწყო მე-19 საუკუნის ბოლოდან, მთელი 1 საუკუნე, მე-20 საუკუნე გრძელდებოდა და ბოლოს დამთავრდა ღია ომით. 92 წელს რუსეთმა მოუწყო საქართველოს ღია აგრესიული ომი და დაიპყრო მისი ტერიტორია. აი ეს არის რეალური რეალობა და არა ის რეალობა, რომელიც რუსეთის მიერ არის შემოტენილი და რომელიც გვიბიძგებს ჩვენ იმისკენ, რომ აი ამ თელ სიტუაციას დავარქვათ ქართულ-აფხაზური ურთიერთობა, ან ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დაახლოებით, მე მაქვს YouTube არხი, სადაც ყველა იმ ყბადაღებულ თემაზე და ყველა იმ საკვანძო რაღაც მომენტებზე, რომელზედაც დგას რუსული პროპაგანდა აფხაზეთში, გადავიღე ვიდეო. სადაც ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს არის მხოლოდ პროპაგანდა, რეალური აი ესეთი პრობლემა, რომლის გამოც აი ასეთი დიდი რაღაც აგრესია უნდა შექმნილიყო, ან კონფლიქტი უნდა შექმნილიყო, არ არსებობდა, ეს იყო ტყუილი. აი ამ ტყუილების ირგვლივ მაქვს ვიდეოები გადაღებული, მაგრამ ეს ვიდეოები არის რუსულად, იმიტომ რომ მე ამას ვიბრყებდი ენგურს იქით მოსახლეობისთვის. მეგონა რომ ენგურს აქით მოსახლეობას ცოტა მაინც ესმის რამე და აი ასეთი სისულელეებით არის ლაპარაკებს, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე. თვითონ გიორგისთანაც მაქვს მე ერთი ვიდეო გადაღებული კანაშულთან. გიორგი არის კონფლიქტოლოგი, ეს არის მის სპეციალობა და ძალიან მიყვარს ადამიანი, რომელიც სპეციალობაც კონფლიქტოლოგია, ამბობს
ისეთ რაღაც გაუგებარ ფრაზებს, რომელსაც მე ახლა ჩამოვთვლი. და აი ამ არხისთვის, რომელსაც მე რუსულად ვიღებ ვიდეოებს, მინდოდა გადამეღო დაახლოებით 1 წლის წინ ვიდეო ირაკლისთან. მაგრამ ირაკლი მითხრა უარი. რატომ მითხრა უარი? მაშინ მითხრა, რომ არ თანამშრომლობს მედიასთან. მე ავხსენი, რომ მედია არა ვარ. მაგრამ მაინც საბოლოოდ უარით დამთავრდა და ახლა გიორგის ბატონი ირაკლი ეუბნება დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის და მოწვევისთვისო. თუ შესაძლებლობა ჭირდებოდა ბატონ გიორგის იმისთვის, რომ ესაუბრა, მაშინ მე რატომ მითხრა უარი, გაუგებარია. მაგრამ გავეტავროთ, შეიძლება იმიტომ, რომ გიორგი და ირაკლი თანამოაზრეები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით და მასთან ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს. ან შეიძლება რამე სხვა მიზეზი იყო. გიორგი სვამს პირველ კითხვას. ამ კითხვაში ჟღერს აი ესეთი ფრაზა, რანაირად შეიძლებოდა მაშინ კონფლიქტის თავიდან არიდება. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არ იყო კონფლიქტი და ეს იყო რუსული ომი. ამაზე შეთანხმებულები ვართ, როგორც ჩვენ, ასევე მსოფლიოა უკვე შეთანხმებული, იმიტომ რომ მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიები დაპყრობილი. ამიტომ ეს იყო ომი, არანაირი კონფლიქტი. და საუბარი იმაზე, რომ რომელიმე სახელმწიფოს, ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორც არის საქართველო ან მოლდოვა, ან უკრაინა არ არის ისეთი პატარა, მაგრამ მაინც ან ჩეჩნეთი, რომ რომელიმე აი ეს სახელმწიფოს შეუძლია რუსული ომის თავიდან არიდება, არის რუსული პოლიტიკის ნაწილი. ამას გვტენის რუსეთი, რომ მოიქეცით ისე, რომ ჩვენ არ გაგვაღიზიანოთ, და მე თუ კარგად მოიქცევით, ომი არ გექნებათ. აი ამ თეზის უწყობ შენ ხელს, როდესაც მსჯელობ იმაზე, რომ თურმე რამენაირად და რაღაცნაირად რუსული ომის თავიდან არიდება შეიძლება. შეუძლებელია რუსული ომის თავიდან არიდება, თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, რომ უნდა გეომოს. და 92 წელს რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ უნდა გვეომოს. გიორგი სვამს კითხვას, ამ კონფლიქტში რა როლი იქონიაო რუსულ ფაქტორმა? და მის ხმაში საკმაოდ დიდი ეჭვის ტონი ისმის. ანუ გიორგი გარდა იმისა, რომ ომს კონფლიქტს ეძახის, ასევე ეჭვით უყურებს და ბოლომდე არ არის დარწმუნებული, დიდი როლი იყო თუ არა რუსეთის და აი რა როლი იქონია, ერთი გავარკვიოთო, ამბობს გიორგი. გულისხმობს აი ამ კითხვაში. კი არ ამბობს, ეს ჩემი ინტერპრეტაცია, მაგრამ აი კითხვიდან ზუსტად აი ეს ჟღერს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იყო კონფლიქტი, ეს იყო ომი და ფაქტორი კი არ იყო ამ ომში რუსული. რუსეთმა ეს ომი შექმნა, დაგეგმა, განახორციელა. დაიპყრო ამ ომის მეშვეობით ტერიტორიები. საქართველოს ტერიტორიები. ასევე რუსეთმა უბრალოდ გავლენები კი არ რაღაცეებზე კი არ იქონია, მოაწყო გენოციდი. დახოცა ადამიანები და ტერიტორიიდან ადამიანების რაღაც ნაწილი გამოაგდო და გაყარა. გენოციდი მოაწყო არა უბრალოდ ქართველების მიმართ, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, არამედ თვით აფხაზების მიმართაც, იმიტომ რომ რასაც თვით ომის დროსაც უკეთებდა რუსეთი აფხაზებს, იმიტომ რომ კოლაბორანტები მარტო აფხაზების მხრიდან არ იყვნენ, კოლაბორანტები რუსებს თბილისის მხრიდანაც ყავდა. თბილისელი კოლაბორანტები და სოხუმელი კოლაბორანტები გამოიყენა რუსეთმა იმისთვის, რომ გაეჩაღებინა ეს ომი. ამიტომ თბილისელი კოლაბორანტების მეშვეობით აფხაზ მოსახლეობასაც მოუწყო რაღაც დონის გენოციდი და მე მთელი ეს 30 წელი მაქსიმალურად აკეთებს იმას, რომ აფხაზურ ენას სპობს და ყველაფერ აფხაზურობას სპობს ამ ტერიტორიაზე. აწყობს გენოციდს. გენოციდი მოგვიწყო ჩვენ, იქიდან გამოგდებულ ადამიანებს და აგრძელებს გენოციდს იმ მოსახლეობაზე, რომელიც იქ დარჩა.
აი ეს გააკეთა რუსეთმა და არა არანაირი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. გიორგი ამბობს 30 წელი გავიდა კონფლიქტის ანუ რაც ეს კონფლიქტი მოხდაო. არ დავიღლები რომ გავიმეორო რომ კონფლიქტი არა და ომი. მეორე 30 წელი ტყუილია. კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას, რომ გიორგი კონფლიქტოლოგია და კონფლიქტოლოგმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს ეს კონფლიქტის შექმნა რუსეთმა და კრემლმა თავისი პოლიტიკით და თავისი პროპაგანდით და თავისი ხელოვნური სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებით, როდის დაიწყო? მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული. და საბჭოთა კავშირის დროს საბჭოური რუსული პოლიტიკით ეს როგორ ღვივდებოდა და ხალისდებოდა სხვადასხვა ეტაპებზე, სხვადასხვა მეთოდებით. ჯერ ერთ ჯგუფს წამოწევდა, მიცემდა პრივილეგიებს, მერე სხვა საკითხებში მეორეს წამოწევდა, მიცემდა პრივილეგიებს, იმას დაჩაგრავდა, ამას დაჩაგრავდა და აი ასე რიგრიგობით. და 30 წელი კონფლიქტი რაც მოხდა, იმ დროდან კი არ გავიდა, იმ დროდან რაც კონფლიქტი დაიწყო და შეიქმნა, გავიდა საუკუნეზე მეტი და 30 წლის წინ ეს კონფლიქტი დამთავრდა ღია ომით. დაასრულა რუსეთმა, დაიპყრო ტერიტორია, მოახდინა გენოციდი, ქართველები გაყარა, აფხაზებს არუსებს და აი ეს 30 წლის წინ რუსეთმა ეს კონფლიქტი დაასრულა დამპყრობლური ომით და დღეს აქვს ოკუპირებული ტერიტორია. აი ეს არის რეალობა და არა ის, რომ 30 წლის წინ კონფლიქტი მოხდა, დასრულდა თურმე. კონფლიქტი კი არ დასრულდა. და 30 წლის წინ კი არ მოხდა. ბევრად უფრო ადრე და დასრულდა ომით. და გიორგისთან რომ აქვს ის ვიდეო გადაღებული, ერთი გიორგი გირჩევ, რომ დანარჩენ ვიდეოებს სხვადასხვა თემებზე ჩემს არხზე უყურო. თუ რუსული გესმის, თუ არ გესმის, მე იქ ვისაც ველაპარაკები სტუმრებს, იმათთან შეგიძლია ქართულად გაიარო ეს თემები, თუ გინდა რომ იყო მართალი ამ თემაში. სხვა შემთხვევაში შენ ამ თემაზე საუბრის დროს არ ამბობ სიმართლეს. გაყალბებულად ლაპარაკობ ამ თემაზე. ყალბ კლიშეებს, ყალბ ნარატივებს იყენებ, კითხვის დასმის დროსაც კი. თავად კითხვასაც კი არასწორად სვამ სტუმართან. და რადგან სტუმართან აკეთებ ამას, ზოგადად ალბათ აი ასე უყურებ მთლიანად საკითხს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეუძლებელია კითხვა ასე დასვა. ბატონი ირაკლი იწყებს პასუხის გაცემას და ამბობს ასეთ ფრაზას. იმ დროს, როცა თვითონ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება გაჩნდა, ამ ფრაზაში ორი მომენტია. პირველი, ეს არ იყო სამოქალაქო დაპირისპირება. ეს იყო რუსეთიდან მართული ძალების გალაშქრება საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არ არის სამოქალაქო დაპირისპირება. დღეს ალტინფოს რომ მისცეს რუსეთმა იარაღი და ალტინფო რომ გამოვარდეს ქუჩაში და დაიწყოს ხალხის ჟლეტა, ეს არ იქნება ქართული საზოგადოების დაპირისპირება. ეს იქნება კრემლის მიერ მართული ძალებით საქართველოში ომის დაწყება. ეს აღიარა უკვე მსოფლიომ, რომ იგივე გააკეთა მოლდოვაში, რუსეთმა იგივე გააკეთა უკრაინაში 2014-ში ასე დაიწყო ომი, აი ასე წაიღო რუსეთმა დონბასი. იქ დონბასელები გამოიყენა. და იძახდა, რომ მე არაფერ შუაში არა ვარ, აგერ უკრაინას თვითონ უკრაინელები უკრაინელებს ხოცავენო. და მე მხოლოდ მიროტვორჩესკაია ძალა ვარო. და აი ამას, როდესაც ამბობს რუსეთი, ჩვენ ეს კი არ უნდა ვიმეოროთ თუთიყუშებივით. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი.
და ამ როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, მე უნდა ვთქვათ, რა იყო რეალური სიმართლე. სიმართლე იყო ის, რომ რუსეთიდან მართულ ძალებმა გაილაშქრეს ქართულ მოსახლეობაზე. და მეორე, როდესაც ამბობს ასეთ რაღაცას, რომ თვითონ საქართველოშიო, რატომ ამბობს თვითონ საქართველოში? სოხუმი არ იყო თვითონ საქართველო? ესეთი რამე ბათუმში რომ მომხდარიყო, იმაზეც ასე იტყოდა, რომ თვითონ საქართველოში მოხდა და მე ბათუმში გადავიდა? ან ზუგდიდში რომ თვითონ საქართველოში მოხდა და მე ზუგდიდში გადავიდა? სოხუმი ჩვეულებრივი ნაწილი იყო საქართველოს. შემდეგ ირაკლი ამბობს, სხვას ვერავის ვერ დავაბრალებთ. აი ეს ფრაზა სხვას ვერავის ვერ დავაბრალებთ არის ზუსტი ასლი ფრაზის 2008-ში ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალ. აი ეს ფრაზა არის ეს, სხვას ვერავის ვერ დავაბრალებთ. კი არ უნდა დააბრალო, უნდა თქვა რეალურად ვინ დაიწყო ომი დაიწყო რუსეთმა. ეს დაბრალება არ არის, ეს არის ფაქტის გახმოვანება. აღიარებული ფაქტის გახმოვანება. სამხედრო ამბოხებაო, ამბობს ირაკლი. ეს არ იყო სამხედრო ამბოხება. ეს იყო რუსეთის მიერ მართული ძალების გალაშქრება ქართულ მოსახლეობაზე. რომ არ ყოფილიყო რუსეთი, არანაირი ამბოხება არ მოხდებოდა. არავინ არ დააფინანსებდა იარაღს, არავინ არ მისცემდა, ამბოხება იქნებოდა შეუძლებელი. ეს რომ არ მოეწყო რუსეთს. ამიტომ ეს არ იყო ამბოხება, ეს იყო რუსეთის მიერ მართული ძალების გალაშქრება საქართველოს მოსახლეობაზე. აგრძელებს ბატონი ირაკლი და იმ მომენტში ვინ რომელ მხარეს იდგაო, ამას მნიშვნელობა არ აქვსო. სერიოზულად არ აქვს. ანუ დღეს ისე ვიმეორებ, რომ ალტინფომ მე მესროლოს, ვინ ვის მხარეზეა, ვის როგორი ქვეყნის განვითარების მოდელი უდევს თავში, ვინა რუსეთუმე თუ პირდაპირ რუსი და ვინ არის ქართველი, ეროვნული ქართველი და დასავლური ორიენტაციის ქართველი და რატომ მოხდა ეს, ვითომ დაპირისპირება და ვინ ერთმა მეორე რატომ მოკლა, ამას არ აქვს ხო მნიშვნელობა. საერთოდ არ აქვს. ანუ ქვეყანა საით მიყვავს და რუსეთის ვიღაცეები, ალტინფოები და პატრიოტთა ალიანსები რო უკან გვეკაჩებიან, არ აქვს ამის მნიშვნელობა. ხო, ისინი იგივენაირი ქართველები არიან, როგორც დანარჩენი საქართველო, რომელსაც 80% ნატოში შესვლა უნდა და ევროკავშირი უნდა. მართლა? ყველაზე დიდი დანაშაული იყო ის, რომ ჩვენ დავუშვით ის ფაქტი, რომ მოხდა სამოქალაქო დაპირისპირება. ისევ თავის თავს აბრალებს ირაკლი. ანუ საქართველოს აბრალებს ისევ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდაო. კარგი, თუ არ იცით, რომ ეს ყველაფერი რუსეთმა დაიწყო საქართველოში, გადახედე დღევანდელ სიტუაციას უკრაინაში, ან მოლდოვას გადახედე. უკრაინაში რო ეს ყველაფერი დაიწყო, უკრაინის ბრალია? ანუ უკრაინამ ვერ გააკეთა რაღაცა, რომ რუსეთს ომი არ დაიწყო? რომ დონბასში და ლუგანსკში რაღაცა დაპირისპირება არ გამოეცხო რუსეთს, ეს უკრაინის ბრალია, კიევის ბრალია? და კიევმა დაუშვა ეს? უკრაინამ დაუშვა? თუ რუსეთმა გამოაცხო და დაიწყო ომი? ეს კონფლიქტი რუსეთს აწყობდაო, ამბობს ირაკლი. ერთ-ერთი და არა კონფლიქტი, არამედ ომი, კიდევ ერთხელ გამოიმეროთ, კი არ აწყობდა. რუსეთმა ომი დაიწყო და დაამთავრა. შემდეგ ირაკლი ამბობს, ყველა ჩვენს მეზობელს აქვს თავისი ინტერესი. ანუ არავინ არ არის ჩვენი მეგობარი, თურქეთიც ოკუპანტია.
აი ამას ამბობს ირაკლი, ოღონდ ცოტა უფრო კულტურულად, ცოტა უფრო ვითომ ინტელექტუალურად და ვითომ ჭკვიანად. აი ეს სრულიად უკონტექსტო, ბრტყელი, არაფრის მთქმელი ფრაზა არის პირდაპირი რუსული პოლიტიკა. თურქეთიც ოკუპანტია არის უდიდესი რუსული ნარატივი და როდესაც შენ ამას იმეორებ საქართველოს მოქალაქე, შენ არ გულისხმობ ახლა ირაკლის შენობით არ მივმართავ, როდესაც შენ ქართველი, ზოგადი ქართველი ამას იმეორებ, აწარმოებ რუსულ პოლიტიკას საქართველოში. დღეს ბოლო 300 წელი ჩვენ ყავს ერთადერთი მტერი, ერთადერთი აგრესორი, ერთადერთი ოკუპანტი და ეს არის რუსეთი. და აი ამ სისაძაგლის, სიბოროტის გაიგივება, გათანაბრება სხვა ქვეყნებთან არის ისევ კრემლის წისქვილზე წყლის დასხმა, კრემლის გათეთრება. აი ამ რუსული პოლიტიკური განაცხადის მერე ირაკლიმ თქვა სრულიად საშინელი რაღაცა. ჩვენ როგორც ერი არ ვართ შეთანხმებული გვინდა თუ არა დასავლეთიო. ანუ თითქოს და ჩვენ ჯერ კიდევ ვორჭოფობთ. ეს არის უდიდესი ტყუილი და პირდაპირი მუშაობა კრემლზე. კრემლი გუტენის ჩვენ აი ამ აზრს, რომ თითქოს საქართველო არ არის შეთანხმებული. ეს კრემლი ამბობს ამას. საქართველო ძალიან დიდი ხანია შეთანხმებული და თითქმის 80% უნდა ნატო და ევროკავშირი. და ისეთი დიდი ქუჩაში გამოსვლა და მიტინგი, როგორც მოხდა 20 ივნისს, სადაც მედასავლეთე საქართველო გამოვიდა, რუსთაველს არ უნახავს საერთოდ თავის ისტორიის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ერმა ძალიან დიდი ხანია გადაწყვიტა რა უნდა. ჯერ სანამ აფხაზეთში ომი დაიწყებოდა, მიტინგებზე გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჩვენ ვტოვებთ საბჭოთა კავშირს და შევდივართო ნატოშიო. ძალიან ბევრჯერ ჩატარდა გამოკითხვები იმის მერე და ძალიან ბევრჯერ ყოველთვის ეს პროცენტი არის 75-ზე მაღალი. რომელ ერს არა აქვს გადაწყვეტილი, რომ დასავლეთი უნდა. ვიზე ლაპარაკობთ თქვენ? ალტიმპოზე? პატრიოტ ალიანსზე? თუ საკუთარ თქვენ თავზე საუბრობთ? ერს ძალიან დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს და ევროპამ ეს იცის. ევროპელი პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, რომ დღევანდელი ქართული მთავრობა არ წარმოადგენს ქართულ ხალხს, იმიტომ რომ ქართულ ხალხს უნდა დასავლეთი და მთავრობა ეკაჩება რუსეთისკენ. ევროპამაც კი იცის ეს. თქვენ იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ ქართულ ერს არ აქვს გადაწყვეტილი დასავლეთი უნდა თუ არაო. პირდაპირ იტყუებით. აგრძელებს ირაკლი და ამბობს, რომ ქართული ამბოხებული ძალები, რომლებაც დაპირისპირება შექმნეს, შეიჭრნენ აფხაზეთში. პირველი სიტყვა შეიჭრნენ, როდესაც რაღაცა ხდება ქვეყნის ტერიტორიაზე, შეუძლებელია სადღაც შეიჭრა. ეს არის შენი ქვეყნის ტერიტორია და ამ შენი ქვეყნის ტერიტორიაზე რაღაცა მამაძაღლობებს აკეთებ. იგივენაირი მამაძაღლობები ამ ძალებმა ჯერ ჩაატარეს თბილისში, გადაუარეს თბილისს, მერე გადაუარეს მთელ სამეგრელოს და მიადგნენ აფხაზეთს. აფხაზეთს რომ მიადგნენ, იქაც აღარ დაუწყიათ გარჩევა, ახლა ვინ დავაყაჩაღოთ, ქართული ოჯახი დავაყაჩაღოთ თუ აფხაზი ოჯახიო. იქაც პირდაპირ ყველას აყაჩაღებდნენ. კონკრეტულად ჩემ სოფელში მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ჩემ მეზობლის დაყაჩაღება უნდა და რაღაც დაჯგუფებას, რომელიც ერთი ტანკით მოადგა, გამოვარდა ბიძა ჩემი ამ ოჯახის დასაცავად ჩვენი მეზობლის, გადაუდგა ამ ტანკს და კაცებმა და ტანკმა რო უკან დაიხიეს, ამოხდა ტანკიდან ირმა ინაშვილი და დაიწყო ყვირილი, რას ქვიაო, ამას რას უსმენთო, მიახრიტეთო ეს ძაღლიო, იქო აი ასეო, ბიძა ჩემზე ამბობდა, მიახრიტეთო და რას ქვიაო, უკან იხევთო. ანუ ეს აი ეს მოქმედება აფხაზეთში შეჭრას ნიშნავდა? ეს იყო ჩვეულებრივი ბანდიტიზმი. და ამას აკეთებდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთიდან მართული ძალები.
ორივე მხრიდან, თბილისის მხრიდანაც და სოხუმის მხრიდანაც. არავინ არსად არ შეჭრილა. ეს თარეში იყო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით. და ყველა ზომა უნდა მიგვეღო, რომ ეს არ მომხდარიყო, რომ აფხაზეთი არაფეთქებულიყო, ამბობს ძალიან პათოსური სახით ირაკი. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აი ამ აზრის ტირაჟირება, რომ თურმე ჩვენ შეგვეძლო რაღაცნაირად სხვანაირად მოქცეულიყავით და რუსეთი ომს არ დაიწყებდა, არის კრემლის პოლიტიკაზე, კრემლის წისქვილზე წყლის დასხმა. მერე ირაკლი ამბობს ასეთ ფრაზას უშველა ღმერთმა, რომ დღეს რასაც უკრაინაში აკეთებს რუსეთიო, ცოტა გადავახტი მე ახლა ქრონოლოგიურად, ეს თქვა 10 წუთზე და 52 წამზე. იგივე არისო, რაც მაშინ საქართველოში გააკეთაო, მართლა ბატონო ირაკლი, თუ იგივეა, მაშინ გამოდის, რომ თქვენ უკრაინასაც აბრალებთ, რომ ყველა ზომა არ მიიღო იმისთვის, რომ უკრაინას დონბასი არაფეთქებულიყო? თუ აღიარებთ იმას, რასაც აღიარებს მთელი მსოფლიო და მიდიხართ დასკვნამდე, რომ შეუძლებელია რამე გააკეთო და რამენაირად შეუშალო რუსეთს ომის დაწყება, თუ რუსეთს ომის დაწყება გადაწყვეტილი აქვს. ყველა ზომა უნდა მიგვეღო არის ტყუილი. ეს ტყუილი იყო 92 წელს, ტყუილი იყო 2008 წელს და კიდე ბევრჯერ ყოველთვის, როდესაც რუსეთს აქვს ომის დაწყება გადაწყვეტილი, ნებისმიერი ყველა ზომის მიღების მცდელობა არის ტყუილი. ერთადერთი ყველა ზომა, რომლის მიღება შეიძლება რომ რუსეთი ვითომ არ გეომოს, არის ის, რასაც დღეს აკეთებს ქართული ოცნება. დღეს არა 2012 წლიდან მოყოლებული. ბარდება. ქვეყანა უბრალოდ ჩააბარა რუსეთს. და ამით ომი აირიდა. აი აქითკენ მიყავთ თქვენ საუბარი ბატონო ირაკლი. ერთადერთი გზა რომ რამენაირად ცხელი ომი აირიდო არის ცივი ომით, ჰიბრიდული ომით ჩაბარება. ბატონი ირაკლი წინა ხელისუფლებას უწუნებს იმ სტრატეგიას, რომლითაც წინა ხელისუფლებამ მოქმედებდა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. წინა ხელისუფლებას ეშინოდაო გააბედული ნაბიჯების გადადგმამ და წინა ხელისუფლება წინააღმდეგი იყო, რომ ჩვენ მქონოდაო პირდაპირ დიალოგი აფხაზებთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინა ხელისუფლებას, რომ აი ესეთი სტრატეგია აირჩია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინა ხელისუფლებას იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო დააყენა ყურებზე და მიიღო აღიარება მსოფლიოსგან, რომ საქართველო არის ოკუპირებული, რომ საქართველოს ტერიტორიები არის დაპყრობილი. და როდესაც შენ გინდა რომ რამენაირად გადაწყვიტო აი ეს საკითხი, შენ დაპყრობილ ადამიანებს და დაპყრობილ საზოგადოებას კი არ უნდა ელაპარაკო. არამედ დამპყრობელი უნდა აიძულო, რომ გავიდეს ტერიტორიიდან. ერთადერთი, ვისაც ჩვენ უნდა ველაპარაკოთ, არის დასავლეთი. დასავლური ზეწოლით, დასავლური მექანიზმებით, სანქციებით და ყველანაირი ყველაფრით, რაც დასავლეთს შეუძლია და აქვს, უნდა ვაიძულოთ რუსეთი დატოვოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. აი ამის მერე ჩვენ ყველანი ერთად დავსხდებით და ვილაპარაკებთ აფხაზებთან და ოსებთან კი არა, ესეც არასწორი ნათქვამია. იმ მოსახლეობასთან, რომელიც ახლა ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში და იმ მოსახლეობასთან, ეს ქართული მოსახლეობაა. იმ მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს ენგურს იქით. ეს არის ქართული დაპყრობილი და ოკუპირებული მოსახლეობა. და უნდა ველაპარაკოთ აი ამ ერთადერთ თემაზე. პირველი. არა, ორი თემაა. მე ახლა მარტო პირველზე ვიტყვი, მეორე თემაზე ჩემი წინა ვიდეომა გადაღებული, სადაც საუბრობ საქართველოს შემდგომ მოწყობაზე და ახალ კონსტიტუციაზე. და ეს არის ის თემა, რომ ჩვენ ამ მოსახლეობას, რომლებიც იქ შევიდნენ უკვე და ზოგიერთი დევნილი ადამიანის სახლებში ცხოვრობენ,
უნდა გაირკვეს ეს სახლი დღეს ვის უნდა ეკუთვნოდეს. იმას ვინც გამოაგდეს თუ იმას ვინც იქ შესახლდა და უკვე ორი თაობა შვილები გაზარდა. ანუ მაგალითად მე როდესაც მივდივარ დღეს აფხაზეთში და ჩემს სახლში ვხედავ რომ ვიღაცა ცხოვრობს, იმ ვიღაცამ იქ გაზარდა ბავშვი და ახლა უკვე ზრდის შვილიშვილს, იმ ბავშვისთვის და იმ შვილიშვილისთვის შეიძლება ისეთივე გაუგებარი იყოს, რატომ გამოაგდეს სახლიდან, როდესაც გაუგებარია ჩემთვის, რატომ გამომაგდეს მე 30 წლის წინ. ამიტომ შეიძლება მე ამ ადამიანთან დამოჯახდან რამენაირად მოუგვარდე, რომ ან კომპენსაცია გადამეხადოს მე და სხვაგან ვიყიდოს სახლი, ან იმათ გადაეხადოს კომპენსაცია და იმათ გადასახლდნენ იქ, სადაც ცხოვრობდნენ, ოღონ რაღაცა თანხა მიეცემათ და იქ ააშენებენ იგივენაირ სახლს. აი ამ თემაზე უნდა მიდიოდეს საუბარი მოსახლეობასთან. და ეს მოხდება იმის მერე, როდესაც უკვე დეოკუპაცია მოხდება ამ ტერიტორიის. დეოკუპაცია ვერანაირი აფხაზი ვერ მოახდენს. და რაც არ უნდა მოლაპარაკებებ ჩავატაროთ ჩვენ აფხაზებთან და რა კარგი სურათიც არ უნდა დავხატოთ ამ მოლაპარაკებებით, ბევრჯერ უკვე გქონდა ასეთი მცდელობა. ბევრი ფორმატი არსებობდა. ვერაფერს ამას ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ ოკუპანტი არ გვაძლევს ამის საშუალებას და არასდროს არ მოგვცემს ოკუპანტი ამის საშუალებას. ოკუპანტი იქიდან უნდა გავიდეს, სანამ ვინმეს დაელაპარაკება. ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წინა ხელისუფლებას, რომ პირველი ოკუპირებული სტატუსი მიიღო საქართველოსთვის და მეორე თვლიდა, რომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ დასავლეთს და დასავლეთის მეშვეობით უნდა გავაძეოთ რუსეთი. და მერე ვილაპარაკოთ უკვე დანარჩენ საკითხებზე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დევნილების დაბრუნება. ნებისმიერი საუბარი უნდა იწყებოდეს დევნილების დაბრუნებით. ნებისმიერი. ბრუნდები მე ჩემ სახლში და მერე უკვე იმ ჩემ სახლში აი ასე დავჯდები და ვიმსჯელებ. აი ახლა უკვე ჩემი სახელმწიფო და საქართველო როგორი მოწყობილი უნდა იყოს. ეს იქნება ფედერაცია, ეს იქნება რაღაცა რესპუბლიკების გაერთიანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორ ფორმას მოვიფიქრებთ იმისთვის, რომ საუკეთესო ქვეყანა შევქმნათ. ყველაფერზე ამაზე ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს მაშინ, როდესაც მე ვიქნები სახლში და როდესაც აფხაზეთი იქნება დეოკუპირებული. და მე, როგორც ადამიანი, რომელიც აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს, ძალიან კარგად მესმის, ვის უნდა ველაპარაკო. მე ველაპარაკები პოლიტიკოსების მეშვეობით დასავლეთს, იმიტომ რომ პირდაპირ ველაპარაკო დასავლეთს, ამისი სტატუსი და ძალაუფლება არანაირი არ გამაჩნია, მაგრამ პირდაპირ ველაპარაკები აფხაზებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩემს სახლებში ცხოვრობენ, ვინც სოხუმში ცხოვრობენ დღეს. ველაპარაკები პირდაპირ იმაზე, რომ მოდით დავილაპარაკოთ, როგორი სახელმწიფო უნდა გქონდეს იმის მერე, როგორც კი მოხდება დეოკუპაცია და როგორც კი მე დაბრუნდები სახლში. აი ამაზე ველაპარაკები აფხაზებს. და რაღაცა ნიუანსების განხილვა შეგვიძლია. საკმაოდ კარგი სურათის დახატვა შეგვიძლია, მაგრამ ეს სურათი რო განხორციელდეს, ჯერ უნდა მოხდეს დეოკუპაცია. და ბატონი ირაკლი ამბობს, მე 11 წუთს ამთავრებს იმით, რომ ერთადერთი გზა კონფლიქტის გადაწყვეტის არისო შიგნიდან გაძლიერება და მოყავს კვიპროსის მაგალითი. მე კიდე მოგიყვანთ კორეის მაგალითს და გაჩვენებთ, რომ სამხრეთ კორეა რაც არ უნდა ძალიან ძლიერი და მაგარი და განვითარებული იყოს, ჩრდილოეთ კორეა მაინც დაღუპულია და არანაირად არ უწყობს ერთის მიმზიდველობა იმას, რომ ხალხებმა და ადამიანებმა მეორედან რამე შექმნან და რამე ისეთი მოძრაობა დაიწყონ ამ სამხრეთისკენ, ჩრდილოეთიდან. ჩვენ მქონდა 2003 წლიდან 2012 წლამდე ძალიან კარგი წინსვლა, ეკონომიურიც, პოლიტიკურიც და ყველანაირი, მაგრამ ამან არ მიგვიყვანა იქამდე, რომ სიტუაცია დაალაგებულიყო. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ოკუპანტი. რაც არ უნდა ეკონომიურად გაძლიერდე და სულ რომ ოქროს კოშკები აუშენო, ადამიანი, რომელიც სოხუმში გაბედავს და იტყვის, რომ ვაიმე, როგორი კარგი გამხდარა ეს დანარჩენი საქართველო, იქნებ ხო არ რაღაცნაირად ხო არ დავბრუნდეთო მთლიანი ქვეყნის შემადგენლობაში, როგორც კი ამას იტყვის, ან გაიფიქრებს იმას, ან მოკლავენ. არანაირი შანსი არ არსებობს იმისი, რომ
სოხუმში შეიქმნას რაღაცა ძალა, რომელიც აი ოდნავ მაინც თითქოს პროქართველური იქნება. ეს პროქართველობა მოგონილია კრემლის მიერ და აი ესეთ ნორმალურ სოხუმის მაცხოვრებლებს, ნორმალურად ვინც ოდნავ მაინც მსჯელობს, იმათ ეძახიან პროქართველებს. აი ესეთ ხალხი არის იმ საზოგადოებაში განდევნილი საერთოდ საზოგადოებიდან. აწებებული აქვთ იარლიყი ვრაგნაროდა, მათ დაძდევთ იქაური სუსი და თუ მაინც ლაპარაკობენ და სუსების დაშინების მერე მაინც ბედავენ რომ რაღაცა თქვან, პირდაპირ კლავენ. როგორ წარმოგიდგენიათ აი ასეთ დაშინებულ საზოგადოებასთან რამე სერიოზული საკითხის გადაწყვეტა? არანაირად. ეს არის უბრალოდ თავის მოტყუება და რაში გვჭირდება თავის მოტყუება და რაში გვჭირდება ისეთი თამაშების თამაში და ისეთი ილუზიების შექმნა, რომელიც რუსეთს აწყობს, მე არ ვიცი. ამიტომ ერთადერთი გზა საკითხის გადაწყვეტად ის არის არა შინგრიდან გაძლიერება და ეკონომიკური გაძლიერება, არამედ დეოკუპაცია. როგორც კი მოხდება დეოკუპაცია, საქართველოს დღევანდელ ძალიან საშინელ მდგომარეობაშიც ბევრად უფრო ჯობს იმ სიტუაციას, რაც ენგურს იქით ხდება. ამიტომ რაც არ უნდა სუსტი იყოს საქართველოს იმ მომენტისთვის, მაინც უნდა დაბრუნდეს დევნილი სახლში. რაც არ უნდა ეკონომიკურად, მე არ შემიძლია ველოდო ეკონომიურ გაძლიერებას შემდეგი 50 წელი. მე სახში დღეს უნდა დავუბრუნდე. და ამას ეკონომიური თბილისის და დანარჩენი საქართველოს ეკონომიური გაძლიერება კი არ უშველის, ამას უშველის მხოლოდ დეოკუპაცია და რუსეთის გაძევება და რუსეთის განდევნა აფხაზეთიდან. ერთადერთი გზა, ბატონო ირაკლი, არის დეოკუპაცია. და მინდა ძალიან დიდი შენიშვნა მოგცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ 11 წუთი გისმინეთ და ამ 11 წუთის განმავლობაში არც ერთხელ არ გითქვამთ სიტყვა ოკუპაცია, დეოკუპაცია, რუსული აგრესია. არც ერთხელ. მთელი საუბარი მიყავდათ ისე, რომ ჩვენ თვითონ მივიყვანეთ სიტუაცია იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც ჩავარდით. არ არის ეს ასე. რუსეთმა მოახდინა ომი 92-შიც, 2008-შიც და დღეს ომის გარეშე ახდენს ოკუპაციას მცოცავს და აფართოებს ოკუპირებულ ტერიტორიას. და ბატონი ირაკლი ამბობს ასევე, რომ ჩვენი პოლიტიკა არისო დაფუძნებული წყენაზეო. არ არის ასე. ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო და უნდა იყოს დაფუძნებული ერთადერთ მძლავრ პოსტულატზე. რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი, მტერი. ეს არ არის წყენა. არაფერი არ მწყინს რუსეთისგან. რუსეთი არის ჩემი მტერი, რომელიც ჩემს ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განადგურდეს. უბრალოდ უნდა განადგურდეს, არ უნდა არსებობდეს რუსეთი საქართველოში, არ უნდა იყოს. ეს არ არის პოლიტიკა დაფუძნებული წყენაზე. ეს არის პოლიტიკა დაფუძნებული იმაზე, რომ შენ აღიარებ და ზუსტად იცი ვინ არის შენი მტერი და მუშაობ იმაზე, რომ მტერი გააძევო. არანაირი წყენა მე რუსეთის მიმართ არ მაქვს. რუსეთის მიმართ მაქვს აგრესია, ზუსტად ის აგრესია, რომელიც მჭირდება იმისთვის, რომ როდესმე ეს მტერი მოვიშორო. ზუსტად ის აგრესია მაქვს რუსეთის მიმართ, რომელიც დღეს აქვს უკრაინას და უკრაინა როგორ კარგად ხოცავს და ანადგურებს რუსეთს ჩანს. იგივე მამოძრავებს მე. ეს არ არის წყენა. ეს არ არის გაბუტვა. და როგორც კი ეს საკითხი დამთავრდება ისე, რომ მე დავრჩები კმაყოფილი, დავბრუნდები სახლში, მოხდება სრული დეოკუპაცია, მოხდება რეპარაციების გადახდა, მოხდება იმის აღიარება, რომ რუსეთმა გენოციდი ჩაგვიტარა და კომპენსაციებს გადაუხდის საქართველოს მოსახლეობას, ამის მერე მე გავხდები რუსეთის პირველი მოტრფიალე, თუ საჭირო იქნება. ოღონდ უკვე იმ რუსეთის, რომელიც აზრზე მოვიდა და თავისი იმპერიული ზრახვები წვრილად დაახვია და უკან გაიკეთა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, წყენა არაფერ შუაში არ არის. ეს არის ჩემი აგრესია დამპყრობელის მიმართ.
ამით დავამთავრებ მე მიმართვას ბატონ ირაკლი ალასანიასთან და ვიტყვი იმას, რომ გავიმეორებ კი არ ვიტყვი თავიდან თქვი უკვე. ეს სცენი ბევრს ვჭირს საქართველოში და ბევრ ადამიანს, იგივე გიორგი კანეშვილს და ბევრ ადამიანს მე შემხვედრია ასეთი ძალიან ბევრი, ვინც აფხაზეთის თემით არის ოდნავ მაინც დაკავებული, მსჯელობენ რუსული კლიშეებიდან, რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი ნარატივებიდან, ჩარჩოებიდან, ყალბი რეალობიდან გამომდინარე. ეს არის სისუსტე. თუ ადამიანს აქვს იმის ამბიცია, რომ ტერი უნდა დაამარცხოს, უნდა იყოს აი ამ ყალბ რეალობაზე უფრო მაღლა. ეს ყალბი რეალობა ეს უნდა გაწიოს და უნდა იმსჯელოს რეალური რეალობიდან გამომდინარე და რეალური თავისი საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე. ჩემი მიზანი არის დეოკუპაცია. ამიტომ მე ვმსჯელობ ისე და იმნაირად, რომ დეოკუპაციას მივაღწიო. დეოკუპაციას რომ მივაღწიო, უნდა ვაღიარო, რომ რუსეთი ამ ტერი, მე ეს დიდი ხანია ვაღიარე, მე ეს ვიცოდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიყავი 11 წლის. და ძალიან მიკვირდა, როდესაც ჩვენი ოჯახი ომის მერე 93 წელს ჩვენ გადავსახლდით უკრაინაში და მე ხო ვიცოდი, რომ ძალიან დიდი ნაწილი აფხაზეთიდან რუსეთში წავიდა და მაშინ 11 წლის ბავშვს მიკვირდა ეს, რომ აი როგორ წავიდა ხალხი რუსეთში, ანუ როგორ წავიდნენ მტერთან საცხოვრებლად, როგორ უნდა იცხოვრონ მტრის ქვეყანაში. აი ეს არ მესმოდა. ეს არ მესმოდა და არ მესმოდა კიდე ის მიკვირდა, რომ უკრაინაში რო ჩავედი და რო დავინახე, რომ უკრაინა საბჭოთა კავშირს გამოეყო ომის გარეშე, მეთქი, როგორ გამოუვიდათ, რა ქნეს? არაფერიც არ გამოუვიდათ. ომი მოვიდა. რაც არ უნდა იმნაირად მოიქცე, რომ კონფლიქტი აირიდო, ომი დაგეწევა. ერთ წელიწადში თუ 30-ში მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ჩემო კარგებო, ყველას, ვინც პოლიტიკურად ან თავის პროფესიულ საქმიანობის ფარგლებში არის რამენაირად აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული, ყველას მოგიწოდებთ, რომ იმსჯელოთ რუსული კლიშეების და ჩარჩოების გარეთ. და იმებს, ვინც უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, დევნილებს მიმართავ ახლა. ემოციურად, ფსიქოლოგიურად, მენტალურად მოემზადეთ იმისთვის, რომ ჩვენ ვბრუნდებით. დეოკუპაცია მოხდება უახლოეს რამოდენიმე წელიწადში, ჩვენ სახლში ვბრუნდებით. ოღონდ უნდა დავბრუნდეთ ცივილიზებულად, დასავლურად, ევროპულად. უნდა დავბრუნდეთ ისე, რომ ყველა დარჩეს კმაყოფილი და არავის არ კონდეს რაღაცა ისეთი შეგრძნება, რომ წააგო. აი იმ ადამიანს, რომელმაც 30 წლის წინ ჩემ სახლში შეცხოვრდა და ჩემი სახლი დაიკავა, იმასაც კი არ უნდა დარჩეს რაღაცა ისეთი შთაბეჭდილება მთელი ამ პროცესის ბოლოს, რომ ის წაგებული დარჩა. იმიტომ რომ მე აი ამ ვინც იგრძნობს, რომ თითქოს წაგებულები დარჩნენ, ისინი იქნებიან ახალი უსიამოვნებების და ახალი კონფლიქტების კერა. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ისე და ამაში ჩვენ დაგვეხმარება მთელი მსოფლიო, ამაში დაგვეხმარება ამერიკა, ამაში დაგვეხმარება ევროპა. უამრავი ფონდებიდან წამოვა რესურსი იმისთვის, რომ ჩვენ ეს პროცესი დასავლური ღირებულებების ფარგლებში განვახორციელოთ. ეს აუცილებლად აი ასე იქნება. თუ ჩვენ გავითავისებთ იმას, რომ საბოლოო ჯამში ყველა კარგად უნდა იყოს. უნდა იყოს ყველა კარგად. დაჩაგრულები საქართველოში არ გვჭირდება. ჩვენ არა ვართ ჩაგვრელიერი და ჩვენს ტერიტორიაზე სარფიდან ქსოუმდე დაჩაგრული ხალხები, დაჩაგრული ადამიანები, დაჩაგრული ჯგუფები არ გვჭირდება.
ჩვენ ვართ დასავლური ღირებულებების და ეს დასავლური ღირებულებებიც ცოტა ისეთი ნათქვამია რაღაცა მორუსეთალო ეს არ არის დასავლური ღირებულებები, ეს არის ადამიანური, ნამდვილი, კარგი ადამიანური, გემრიელი ცხოვრების ღირებულებები. და აი გემრიელი ცხოვრება უნდა შევქნათ ჩვენ აქ, როდესაც დამარცხდება რუსეთი, როდესაც მოხდება დეოკუპაცია და როდესაც ხოცებს მოვაშორებთ სახელმწიფო მმართველობიდან. Slava nacji, idę do nacji. Śmierć wrogom, różnie pizda. მიყვარხართ მალე დავბრუნდებით სახლში. მალე მოხდება დეოკუპაცია. და უყურეთ ჩემს გადაცემებს დეოკუპაცია ელისო ჯანიშიასთან.